მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამბების თხრობას ჩვენი წიგნიდან და დღეს ვისაუბრებთ მოწყალებას. ამ წიგნში აღწერილი არაერთი წმინდანის ცხოვრება, რომელმაც სხვადასხვა გზით მოიპოვეს სასუფეველი. ზოგი მოწამეობრივი ღვაწლით გაბწყინდა, ზოგი უდაბნოში მოღვაწეობდა, ასკეტური ღვაწლით მოიპოვა სასუფეველი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სწორედ მოწყალების გაცემით და ადამიანების მიმართ სიყვარული ზმაძლით მოიპოვეს სათა სასუფეველი. აქ აღწერილია ამბავი წმინდა იოანე მოწყალისა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა სწორედ აი მოწყალების მადლით და ამასვე უქადაგებდა თავის სამწყსოს. მის ცხოვრებაში არის აღწერილი ამბავი, როდესაც იგი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, სენაკში მოულოდნელად საოცარი ხილვა იხილა. გამოეცხადა უმშვენიერესი ქალწული, რომელიც ზეთისხილის რტოს გვირგვინით იყო თავით შემკული და მან უთხრა, რომ ის იყო უფლის ყველაზე საყვარელი ასული, მოწყალება და თუ ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იქნებოდა მისი ერთგული და მისი მორჩილი, თვითონ ეს ქალწული წაუძღვებოდა მას სასუფევლისაგან. ეს რა თქმა უნდა არის იგაური ხილვა და ეს არის იგაური მინიშნება იმაზე, რომ უფლის სხვადასხვა სათნოებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყალება. იმიტომ რომ ის ამბობს ქალწული გამოცხადებაში არის ასეთ სიტყვებს. მე ვარ უსაყვარლესი ასული მეუფის ასულთა შორის და სწორედ ჩემს გამო გარდა მოხდა უფალი ზეციდან დედამიწაზე. და მაშინ, როდესაც გამოფხიზდება ამ ხილვიდან იოანე მოწყალე, ამბობს, რომ ჭეშმარიტად სწორედ მოწყალების გამო გარდა მოვიდა ზეციდან მიწაზე უფალი იესო ქრისტე, შეისხა კაცობრივი ბუნება, რომ აი ჩვენი სიყვარულის და ადამიანთა მიმართ მოწყალების გამო გამოეხსნა ისინი საუკუნო ტყვეობისაგან. მთელი ცხოვრება წმინდა იოანე ქადაგებს ამ მოწყალებას, არის მაგალითი ყველასთვის, რომ აი უკიდურეს გაჭირვების დროსაც კი რო შეგეძლოს მოწყალების გაცემა, უფალი არ დაგტოვებს და ასწილად და ათმაგად დაგიბრუნებს ამას. წიგნში აღწერილია არაერთი ამბავი და აქ არის აღწერილი არა მარტო ისეთი ამბები, როდესაც ადამიანები მატერიალურად ეხმარებიან ერთმანეთს, არამედ არის აღწერილი ამბები, როდესაც საკუთარ სიცოცხლესაც კი თმობენ და წირავენ სხვის გადასარჩენად. მაგალითად, წმინდა პავლინის ეპისკოპოსი იყო ესეთი მისი ისტორია, როდესაც მასთან მოვიდა სათხოვნელად ერთი ქვრივი ქალი და უთხრა, რომ ჩემი შვილი ტყვედ ჩაიგდეს მტრებმა და გევედრები ითხოვენ გამოსასყიდს და მომეცი რამე თანხა, რომ ეს შემძლო მისი გამოსყიდვა. პავლინს არაფერი არ აღმოაჩნდა. მაშინ ის თავაზობს ქვის, რომ ის თვითონ წავა აი ამ წარმართებთან, ვისაც ტყვედ ყავს ჩაგდებული ამ ქალის შვილი და ის დარჩება მისი შვილის სანაცვლოდ. ქალი ჯერ უარზეა, მაგრამ შემდეგ აი ამ ეპისკოპოსის დაჟინებული თხოვნის გამო წაიყვანს მართლაც ის და გახდება მონა აი ამ უცხო წარმართების და ემსახურება წლების განმავლობაში. შემდეგ ბოლოს უკვე საღვთო ხილვით ხდება აი ამის გაცხადება და მას პატივით აბრუნებენ თავის სამშობლოში და გარდა ამისა შენდობას ითხოვენ, რომ ეპისკოპოსი ამდენი ხანი ყავდათ ტყვედ და უსრულებენ სურვილს და ის კი ითხოვს აი ამ მტრებისგან, რომ დაბრუნდეს ყველა ის ტყვე, რომელიც მათ ყავთ წაყვანილი მისი სამშობლოდან. ამით ის ემსგავსება პავლინი ქრისტეს, რომელიც როგორც მონა, როგორც ქმნილება ისე მოვიდა და ჩვენს გამო მონის ტვირთი იტვირთა, ანუ ადამიანური სხეული იტვირთა გარეშე მოუწერელმა სამყაროს დამბადებელმა ღმერთმა და ჩვენთვის მოკვდა და ასევე პავლინი მზად იყო, რომ მომკვდარი იყო სხვებისთვის და ქრისტემ თავისი სიკვდილით როგორც გამოიხსნა ჯოჯოხეთიდან მართალთა სულები, ასევე პავლინმა თავისი ღვაწლით შეძლო გაენთავისუფლებინა დატყვევებული თავისი თანამოძმეები. ამისი არაერთი სხვა მაგალითიც აგვაქვს აქ აღწერილი და არის კიდე ერთი ისტორია, როდესაც პატარა ბავშვი გაკვირვებულია მოძღვრის ქადაგებით, როდესაც მან მოისმინა, რომ ყოველი ჩვენგან განკითხული მათხოვარიო თავად უფალი იესო ქრისტეაო. ბავშვი მოდის ტაძრიდან და ფიქრობს ამ სიტყვებზე, რომ უფალი არის ზეცაში. და როგორ შეიძლება, რომ მე როცა მათხოვარს რამე მოწყალებას ვაძლევ, რომ ამით მე ქრისტეს ვაძლევდე თავად მოწყალებას. და მაშინ მას ეძლევა ესეთი
სულიერი თვალი აეხილება და ხედავს ესეთ რამეს. იქ არის გლახაკი, რომელიც ითხოვს მოწყალებას, ქალი მიდის და აძლევს მას პურს და უცბად ეს ყმაწვილი ხედავს, რომ აი ამ გლახაკის თავზე არის ქრისტე გამოსახული, რომელიც აკურთხებს ამ ქალს, რომელიც გასცემს მოწყალებას, ასევე აკურთხებს ამ მოწყალების მიმღებს, იღებს ამ ქალიდან პურს თვითონ და თავად აძლევს აი ამ გაჭირვებულ ადამიანს. და მაშინ ეს ყმაწვილი ხვდება თუ როგორ არის მიმღები თითოეული ჩვენგან გაცემული მოწყალებისა ქრისტე. და წერია მის ცხოვრებაში, რომ თელ კონსტანტინოპოლში არავინ იყო შემდეგ ისეთი მოწყალე, როგორც ეს ადამიანი. იყო გამორჩეული წმინდანი, ფილარეთ მოწყალე, ასეთ სახელით არის ცნობილი, რომელიც იყო ძალიან მდიდარი კაცი და ამბობდა, რომ ჩვენ ღმერთმა რატომ მოგწვა ეს სიმდიდრე? განა იმიტომ არა, რომ ჩვენ სხვებს დავეხმაროთ და მარტო ჩვენ ხო არ უნდა მოვიხმაროთ ესოდენი სიმდიდრე. მართლა საოცარი მოწყალებით იყო და გულუხობით ის გამორჩეული ისე, რომ ფაქტურად შემდეგ თვითონაც გაღაწაგდა, მაგრამ სულ ჰქონდა ღვთისასოების იმედი და ეს ბოლოს უკვე მისი შვილიშვილი გახდა იმპერატორის რჩეული და ბიზანტიის დედოფალი და 100 მაგად და 1000 მაგად დაუბრუნდა ის სიმდიდრე, რაც მან გასცა. ამისი არაერთი მაგალითია და კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ასევე აღწერილია სხვადასხვა წმინდათა ცხოვრებაში. ერთი რაიმე მადლით ზოგჯერ ხდება გადაფარვა გარკვეული ცოდვებისა. მაგალითად, აღწერილია ამბავი პატერიკში, რომ ერთი ქალიო ძალიან შეურაცხყო იმპერატორმა ზენონმა. ეს ქალი იმდენად ვერ ერეოდა ამ წყენას, რომ მუდმივად ითხოვდა ღვთისმშობელისაგან, რომ დასაჯე იმპერატორი ზენონი. გადიოდა დრო და ქალი ხედავდა, რომ იმპერატორი ისე აგრძელებდა ბედნიერ ცხოვრებას და ის საყვედურობს ღვთისმშობელს, რომ რატო არ შეისმენ ჩემსას? და მაშინ მოდის პასუხი, რომ მერწმუნე ვაგებინებდი პასუხს იმპერატორს იმ საქციელის გამო, რაც შენს წინაშე ჩაიდინა, მაგრამ მისი მარჯვენა მაჩერებს მე. და ეს მარჯვენა იყო მისი მოწყალე მარჯვენა. იმპერატორი იყო ძალიან მოწყალე და მისი მარჯვენა არ დაცხრებოდა აი ამ მოწყალების გაცემისაგან. და სწორედ ეს მადლი იფარავდა მას, რომ რამე სასჯელი არ მიიღო ღვთისაგან. ასევე აღწერილია ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ ქალს საოცრად უჭირდა აღსარების თქმა. ძალიან რცხვენო და არაერთი მცდელობა ჰქონდა აი ამ აღსარების თქმისა, მიდიოდა მოძღვართან და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა გაწმილებული და ვერ ახერხებდა ეღიარებინა თავისი ცოდვები. და ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შემდეგ იგი ქუჩაში წაატყდება გლახაკს დავდომილს და იფიქრებს, რომ აი წავიყვან ამ დავდომილს ჩემს სახლში, მოუვლი მას და იქნებ აი ამ მადლის გამო ღმერთმა მაპატიოს ის ცოდვა, რომლის აღიარებაც მე არ შემიძლია. მართლა წაიყვანა ეს დავდომილი, უვლის მას და ერთ დღესაც უცბად იგრძნო, რომ მას შეუძლია თავისუფლად თქმა აღსარების. და წერია ცხოვრებაში, რომ იმ წუთასო არ დააყოვნაო საშინაო ტანსაცმლით, როგორც იყო მოსილი, აი მაშინვე გაიქცა მოძღვრისაკენ და აღიარა თავისი ცოდვები. ასე ერთმა მადლიანმა საქმემ მის სულში დააგროვა მადლი და მისცა მას ძალა, რომ ეღიარებინა ის დაფარული ცოდვები, რომლის აღიარებაც უჭირდა. ასევე ხდება, რომ როდესაც საღვთო მადლი განეშორება ადამიანს, პირიქით ის ზოგჯერ ხდება რაღაცა საცდულში ჩავარდნის მიზეზი ექცევა ეს. ესეთი მოწამე იყო, წმინდა მოწამეთა შორის არის ცნობილი ესეთი ნიკიფორე და ცნობილია მათი ცხოვრება, საპრიკიოსის და ნიკიფორეს ცხოვრება იყვნენ გულითადი მეგობრები, მაგრამ მათ შორის მოხდა რაღაც ამბავი, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ საპრიკიოსმა არაფრით არ აპატია, მაგრამ ნიკიფორე მუდმივად ითხოვდა შენდობას, აცნობიერებდა თავის შეცოდებას და ითხოვდა შენდობას საპრიკიოსისგან, მაგრამ საპრიკიოსი რჩებოდა შეუყოლად და არ აძლევდა შენდობას. გამოხდა ხანი, დაიწყო ქრისტიანთა დევნა და ერთ-ერთი პირველი, ვინც ეწამა, ეს იყო საპრიკიოსი. იქ იყო ქრისტიანთა მღვდელი და სასტიკად აძამეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მან საოცარი წამებები დაითმინა, დარჩა ქრისტეს ერთგული და მიუსაჯეს სიკვდილი. როდესაც ეს გაიგო ნიკიფორემ, ის
მიყვება საპრიკიოს უკან, კვალში შეუდგება და ევედრება, რომ შემინდე ქრისტეს მოწამეო, შემინდე. და ის არ უნდობს, ბოლომდე მიყვება. ეს მხლებლები, რომლებიც ახლავს აი ამ საპრიკიოს ეუბნებიან, რომ რა უგუნური კაცი ხარ, შენსნაირი უგუნური ცხოვრებაში არ გვინახავს. ეს კაცი მალე მოკვდება და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, შეგინდობს თუ არ შეგინდობს, რას დაგიშავებს, ან რისი ძალა ექნება მას, რომ შენ წინააღმდეგ რამე გააკეთოს. ის ნიკიფორე კი პასუხობს, თქვენ არ იცით მე რას ვითხოვ. და როდესაც უკვე მიდიან აი დასჯის ადგილზე, ნიკიფორე ხედავს, რომ არის ცა გაღებული და დგას ანგელოზი ხელში მოწამეობრივი გვირგვინით უნდა შეამკოს საპრიკიოსი და კიდე ერთხელ ევედრება მეგობარს, რომ შემინდე. და მიუხედავად ამისა, აი ამ ყველაფრისა, აი ამ დიდი ღვაწლისა, რაც დაითმინა საპრიკიოსმა, ის კიდევ ერთხელ არ შეუნდობს და უცბად ის საოცარმა დრწოლამ შეიპყრო. განიშორა ღვთისმადლი, აკანკალდა შიშისაგან აი ამ სწამების და სიკვდილის იარაღების დანახვისას და უარყო ქრისტე. ამან ისე შეაძრწუნა მისი მეგობარი, რომ ევედრება, რომ რას ამბობ ძმაო, უარყოფ ქრისტეს, შენთვის გვირგვინია გამზადებული, მაგრამ იმას უკვე ძალა აღარ შეძლებს, იმიტომ რომ ღვთისმადლი განშორდა იმის გამო, რომ აი ამ ცოდვამ შეუნდობლობის და გულის სისასტიკის ცოდვამ მოიცვა. და მაშინ ნიკიფორე ამბობს, რომ მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალით საპრიკიოსის მაგივრად. და მართლაც ის ხდება მოწამე, ის მიიღებს ამ ღვთაებრივ გვირგვინს და საპრიკიოსი რჩება ესე განგდებული აი ამ ნეტარებისაგან, რომელიც მას მოელოდა. მოწყალების მადლი უმნიშვნელოვანესია და არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი მდიდარია და შეძლებს დაგვაროთ უხვად გასცემს ამ მოწყალებას თუ ღარიბია და შეუძლია უკანასკნელი გასცეს. უფლის სიტყვებით ეს უკანასკნელი გაცემული გაცილებით უფრო მეტია და დიდია, ვიდრე ის, როცა ადამიანი სიუხვით აკეთებს აი ამ მოწყალე საქმეებს. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ სიღარიბე არის განსაცდელი, ხოლო სიმდიდრე არის ეს რაღაცა შვება და საჩუქარი ღვთისაგან. ორივე თანაბარი განსაცდელია. არც სიღარიბეა მაცხოვნებელი ადამიანისთვის და არც სიმდიდრეა დამღუპველი. თუ ამას ორივე სიკეთით მოვიხმართ და ღვთის მცნებებით და ღვთის გადმოსახედიდან მოვიხმართ და ყოველივე ამას თუ მოვიხმართ ჩვენ საცხოვნებლად. ორივე ჩვენი გზა იქნება უფლისეული სასუფეველის მოპოვებისათვის.